რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილი არის, თუმცა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა შეიძლება ითქვას, რომ მცირე ინციდენტი მოყვა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს სავალ გზაზე გადასვლის საშუალებას. ისინი უღებდნენ აქციის მონაწილეებს ფოტოებს და ეუბნებოდნენ, რომ მოხდებოდა მათი დაჯარიმება. თუმცა სავარაუდოდ კადრშიც ჩანს, რომ ხალხის რაოდენობა საკმაოდ დიდია, სწორედ ამიტომ პოლიციის წარმომადგენლებს მოუწიათ ტერიტორიის დატოვება და საკუთარ დისლოკაციის ადგილებზე, ანუ ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე გადანაცვლება. ეს რაღაც ურთიერთობის ახალი ფორმა არის, სხვა დროს თავისუფლად იყო შესაძლებელი სავალ გზაზე გადმოსვლა და გზის გადაკეტვა და ამაში წინააღმდეგობას არ უწევდნენ ხოლმე პოლიციის წარმომადგენლები. მით უმეტეს წინასწარ არ ეუბნებოდნენ აქციაზე შეკრებილებს, რომ მოხდებოდა მათი დაჯარიმება. ჩემთან ერთად იმყოფება ექიმი კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც ამ სისტემის მსხვერპლი იყო და მისი სასამართლო პროცესიც ვიხილეთ, მისი გათავისუფლება მოხდა მაშინ, თუმცა ასევე კოტე თქვენ უკვე დააგროვეთ 51 დღიანი გამოცდილება ბოლო პროცესებიდან გამომდინარე. გახსენდება თუ არა შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიცია გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდეს ხალხს, რომელიც რუსთაველზე არის შეკრებილი და ეს რაღაც დაშინების ახალ მექანიზმად ხომ არ შეიძლება რომ წინა ორშაბათს იყო, მე მგონი ძალიან ორშაბათს და კვირას იყო ძალიან დიდი საპოლიციო მობილიზაცია და მაშინ თქვი, რომ ალბათ ეცდებიან გამწვავებას რეჟიმი და ეს გამწვავება ჩვენ ვიხილეთ უფრო რეგიონებში ჯერ ბათუმში ნახეთ როგორ მოხდა დაკავებები ადამიანების, ზუგდიდში ვნახეთ ადამიანების დაკავებები და ასევე დღეს ვნახეთ რომ კიდევ უფრო მეტ გამკაცრებაზე გადავიდნენ და ალბათ უფრო და უფრო მეტი გამკაცრება იქნება იმის მიხედვით, როდესაც ასე ვთქვათ იზოლაციის კოშკი რაც აქვს დაგებული, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი დაალაგდება და ჩვენც ჭყალებში ვითომ მოგვივა დირექტივა რომ არაფერი არ უნდა ვქნათ. მე მგონი ბოლომდე არ ჩამოშილა ჯერჯერობით და ის სადღაც უკვე ინაუგურაციის მერე მიხვდებიან თვითონ რუსული ოცნების ხარდამჭერებიც რომ ტყუილ უბრალო რაღაც იმედებს აძლევენ რომ აი მოდი ბიჭებო ეხა კიდე გავქაჩოთ და ასე შემდგომ. იყო რამოდენიმე აქტივისტი რომელმაც თქვა რომ ბათუმში მაგალითად გედედეს თანამშრომლები ესეთ რაღაცას ამბობდნენ რომ 20 მოვა ეხა და ყველაფერი დაალაგდება. რეალურად უნდა იცოდნენ მათ რომ ჩვენ აქ არც ფულს ვიღებთ აქ დგომაში ზოგ ადამიანს ეზარებაც კიდევაც დგომა, მაგრამ ჩვენი იდეა არის ის რომ ჩვენი სამშობლოს გულისთვის გამოსულები ვართ იმ კომფორტის ზონიდან, რასაც ნიშნავს რომ სამსახურის მერე დღის დაღლილზე წახვიდე და დაისვენო სახში, ამაზე უარი ვთქვით და ვდგავართ აქ. ჩვენ იგივეს მოვითხოვთ იმ საპოლიციო ძალებისგან და თუნდაც იგივე მოსამართლებისგან, რომ ერთელ და სამუდამოდ გადმოვიდნენ ხალხის მხარეს, რადგან მათ გარდა თითქმის ხარდამჭერი ძალიან იშვიათი არის, რომ რუსულ ოცნებას ყავდეს. ფაქტობრივად ეხლა დგანან ძალოვნების იმედად და იმ უსამართლო სასამართლოს იმედად, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან შეიქმნა და ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ აქ ვინც ვდგავართ ამ ადამიანებს, რომ გადმოდით ჩვენ მხარეს, არასდროს არ არის გვიან, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ჩვენ მიგიღებთ აქეთ მხარეს, ჩვენთან არის ერთობა, თანადგომა, სიყვარული და თქვენ მხარეს რაც არის კი ვხედავთ, ადამიანებს სცემენ, ადამიანებს უკანონო დაპატიმრებენ. ეხა მეც კი ვიყავი დაპატიმრებული, მაგრამ ყველგან ამას ვამბობ, რომ მწვენია რაღაც დაზარალებულად რომ მომიხსენიებენ, იმიტომ რომ 48 საათში გარეთ გამოვედი და ადამიანები მაგალითად ჩვენი კოლეგა გიორგი ახობაძე ვერ დაესწრო საფუძვლიანად დედის ასე ვთქვათ გაცილებას საიქიოში, ხო? აქედან გამომდინარე დღეს კი მიიყვანეს, მაგრამ ეხა ხვალ არის პანაშვიდი. მაგალითად და ვერ დასწინებელია ისიც რომ ახობაძე შემთხვევაში ის თავად უვლიდა დედას და ამ ყოველ სპეკულირებით თუ ვისპეკულირებთ, ეხა ის ადამიანი რომელიც თავის შვილს ხედავდა ყოველ დღე, შეიძლება ვერ საუბრობდა, ვერ გამოხატავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს გარკვეული იმედი
და ასე ვთქვათ, ნებისყოფა რომ ეცხოვრა, ალბათ გაუქრებოდა იმის შემდეგ, რაც თავისი შვილი ჩასვეს ციხეში და ვეღარ ხედავდა, ამაზე ინერვიულებდა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და ღმერთმა უწყის რამდენი ხანი იცხოვრებდა გიორგი რომ გარეთ ყოფილიყო, ხო და გიორგის რომ მოევლო მისთვის. ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ხო, ნუ არ ვიცი, ამაზე სიტყვებიც არ მყოფნის და არის ესეთი, მე მგონი უკვე 53 ადამიანი არის, ხო, რაც ქალბატონი მზია დაემატა და კიდევ მე მგონი ერთი მონაწილე სისხლის სამართლით რომ დააკავეს და ანუ ესეთ 53 არის სისხლის სამართლით დაკავებული, თუმცა ასევე ადმინისტრაციული ძალიან ბევრი არის, მე მგონი 1000-მდე არის, ხო, მე მგონი უკვე 100 თუ 500 ზევით არის ადმინისტრაციული დაკავებები. შეგვიძლია ის ჯარიმებიც, რომელიც დრაკონული არის, ჩავთვალოთ ქვეყანაში, სადაც ოფიციალური სტატისტიკით რომ ვიმსჯელოთ, რომელიც დიდი ალბათობით გაბერილი არის 1700 ლარია საშუალო ხელფასი და 5000-დან 15000 ლარამდე შეიძლება დაგაჯარიმონ. ფაქტობრივად 3 და მეტი თვის უბრალოდ შეიძლება 10 თვემდე ხელფასი, 9 თვემდე ხელფასი უფრო სწორად დაგიკავონ იმის გამო, რომ აქციაზე იყავი და რაღაც კონკრეტული ქმედება გააკეთე, რომელიც არაფერს არ აზიანებდა, არავის არ აზიანებდა და უბრალოდ ამისი ეშინია ხელისუფლებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება ჩვენ თუ ეხა სახშიშეთ დავბრუნდებით და ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ ბელორუსის გზაზე, ან რუსეთის გზაზე და მე ესე ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ 2000-დან 2010 წლის შუალედში რუსეთი და ბელორუსი უკვე, იმიტომ რომ იმ შუალედში რა პროცესებიც მიდიოდა რუსეთში და ბელორუსში, იგივე პროცესები მიდის და სამწუხაროდ დიქტატურას და ავტორიტარის ყოველთვის აქვს ერთი გზა, როგორც კი ის მოარბილებს და მოუშვებს მარტუხებს, მაშინვე ჩამოიქცევა, ასე რომ მათ მხოლოდ დარჩენიათ რეჟიმის გამკაცრება და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ გავტყდეთ, იმედიანად ვიყოთ, ჯიუტად ვიყოთ და განძლეობა მოგცეს მივცეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა, წარმატებები. ასეთი არის შექმნილი მდგომარეობა და პოზიციები, რომელიც მოვისმინეთ აქციის ერთ-ერთი მონაწილისგან. აქცია გრძელდება 51 დღეა, პროტესტი არის უწყვეტი საქართველოს დედაქალაქსა და საქართველოს რაიონებში. აქციის მონაწილეები კი ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას.